თბილისში ნატოს სამხედრო კომიტეტის პირველი ვიზიტი დასრულდა. კომიტეტი მხარს უჭერს ყველა მიმდინარე რეფორმას და სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას ელის, როგორც ოპერაციებში მონაწილეობით, ასევე ურთიერთთავსებადობის გაზრდით, რათა შენარჩუნებული იქნას წარმატებული პარტნიორობა. დღეს გამართულ შეხვედრებზე ძირითადი ყურადღება სწორედ საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ტრანსფორმაციაზე გამახვილდა. ნატოს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა 28+1 ფორმატში გამართულ სხდომაზე ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილსა და ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობაზეც იმსჯელეს. ნატოს სამხედრო კომიტეტი ძალიან კმაყოფილია იმ რეფორმებით, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. საქართველოს სანდო სამხედრო პარტნიორია და ჩვენი ურთიერთობა ურთიერთპატივცემაზეა აგებული. სხდომაზე, რომელიც მედიისთვის დახურული იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და გაერთიანებული შტაბის უფროსმა, საქართველოს შეთავაზებებზეც იმსჯელეს. ამ შეთავაზების მიხედვით საქართველო ავღანეთიდან გამოსასვლელად ალიანსისთვის სატრანზიტო დერეფანს უზრუნველყოფს. 2015 წლიდან კი ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩაერთვება. ჩვენ ვთავაზობთ ერთ-ერთ ყველაზე მოკლე, ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე ეკონომიურ გზას, ესე იგი ნატოს და კოალიციის ძალების გადაადგილების და გამოყვანისათვის და ეს გზა არის ჩვენ მზადავართ აი ამ გზის სრული უსაფრთხოებისთვის და აი ამ გზის მაქსიმალურად დატვირთვისთვის. ასე რომ გადაწყვეტილება უკვე მათ მხარეს არის. ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება მასეთ რომ საქართველოს ქვედანაყოფი მიიღებს მონაწილეობას ნატოს რეაგირების ძალებში 2015 წლიდან. ამ ეტაპზე ჩვენ გავდივართ სერტიფიცირების პროცესს. სერტიფიცირების პროცესში სპონსორ ქვეყნად იქნება ჩვენი ამერიკის შეერთებული შტატები, რაც დამეთანხმებით არის ლოგიკური გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში. ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითები წვრთნიან ჩვენს ქვედანაყოფებს, რომლებიც მონაწილეობენ ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში, ამდენად ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. სამხედრო კომიტეტის სხდომამდე დელეგაციის წევრები თავდაცვის მინისტრს შეხვდნენ. ირაკლი ალასანიას განცხადებით, სამხედრო და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება სრული ინტეგრაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. კნუტ ბარტელსმა კი მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში დაეხმაროს, რათა ქვეყანაში ნატოს სტანდარტის შესაბამისი თანამედროვე და პროფესიული შეიარაღებული ძალები ჩამოყალიბდეს. საქართველოსა და ნატოს სამხედროებს შორის თანამშრომლობა არის პრაქტიკულად ისეთივე, როგორიც არის ნატოს წევრი ქვეყნის სამხედროებს შორის. არის ნდობა, უკვე გამოცდილება ერთობლივი ოპერაციების და მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დღეს ძირითადად ვისაუბრეთ გენერალ ბარტელთან ერთად ჩვენი ურთიერთობის მომავალზე და ერთადერთი სიტყვა, რითიც შეიძლება ეს დახასიათდეს, არის სრული ინტეგრაცია და გაღრმავება ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ დიდი წვლილისთვის, რომელიც ქართულ სამხედროებს ISAF-ის ოპერაციაში შეაქვს და ასევე სრულისათვის 2014 წლის შემდეგ საქართველომ კვლავ გააგრძელოს მისიაში მონაწილეობა და შეუერთდეს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს. ბატონ ალასანიასთან და გენერალ-მაიორ კაპანაძესთან საუბრის შემდეგ მივიღე ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ, რომელსაც საქართველომ თავდაცვის რეფორმირების პროცესში მიაღწია. ნატოს სამხედრო კომიტეტი მხარს უჭერს ყველა მიმდინარე რეფორმას და მოუთმენლად ელის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას, როგორც ოპერაციებში მონაწილეობით, ასევე ურთიერთთავსებადობის გაზრდით. შეხვედრაზეც აღნიშნა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ნატო საქართველოს გვერდითაა. ნატოს სამხედრო კომიტეტის გასვლითი სხდომა საქართველოში პირველად ჩატარდა. სამხედრო კომიტეტი ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანოა, რომლის ძირითადი ფუნქციაა სამხედრო პოლიტიკასა და სტრატეგიაზე ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს რეკომენდაციები წარუდგინოს და სტრატეგიულ სარდლებს მითითებები მისცეს. კომიტეტის შემადგენლობაში ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლები შედიან.